შესაბამისად თვითმმართველობები უფრო მნიშვნელოვნად ჩადგებიან გარკვეულ პულსში ამ კონკურსებთან მიმართებაში. ან საფუძველი მომზადდება ჯერ სხვა რაიონების ფონზე საკმაოდ ბევრი შეგერთებები და ბევრი პრობლემები იქნა წარმოშობილი, სადაც კონკურსი ჩატარდა და ამდენად სახელმწიფომ ხელმძღვანელობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჯერ დამატებით საჭირო არის გარკვეული ინსტრუქტორი თვითმმართველობისთვის და შემდეგ უკვე ჩატარდება კონკურსები. ესე იგი 18 ივლისს სასტუმრო რედისონში შეხვედრა მოხდა თვითმმართველობის წარმომადგენლების ტრენინგი მომზადებული იყო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ და სახელმწიფო კანცელარიის მიერ იყო დაგეგმილი ეს ტრენინგი, რომელიც ეხებოდა კონკურსების თემას. ჩვენ გამოვიცადეთ, რომ კონკურსები გადაიწყეს დროში, ან ხდება 1 იანვრამდე, იანვრის ჩვენდება კონკურსების ჩატარების აუცილებლობა აღარ იარსებებს. და შესაბამისად სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროსთან ალიანსში, თანხმობრივში მოამზადებენ გარკვეულ ტესტებს, რომელიც განკუთვნილი იქნება თვითმმართველობებისთვის და გარკვეული ინსტრუქციები წამოვა ზემოდან, რომელთაც ხელმძღვანელობს ყველა თვითმმართველობა. და როგორც მოგეხსენებათ დავნიშნეთ, კონკურსების თემა კიდევ ერთხელ გადაიწვია, აქტიურად არ დაჩქარდება ეს და არ მოხდება კონკურსების ჩატარება სექტემბრის ბოლომდე. თითი სამინისტრო უნდა შეადგინოს კითხვები? ეს რეგიონალური სამინისტრო, რეგიონალური განვითარების სამინისტროს და სამინისტრო კურირებს ამ ყველაფერს. კითხვები შეადგინა წამოვა. შესაბამისად, ეხლა ვიცით, რომ ზუსტად იუსტიციის სამინისტროს საქმის კურსია, ვისგან იქნება ეს ტესტები მომზადებული და ჩვენამდე მოტანილი ეს არ ვიცით. თვითონაც იქ ვერ დაგვიკონკრეტეს. უბრალოდ ესენი ერთად გადიან ეხლა კონსულტაციებს და რაღაცები. ნინო დეკანიძე იურიდიული